კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას მეგობრებო. დღეს როგორც დავაანონსე, მინდა ვისაუბრო ირლანდიაში არსებულ ხელფასებთან დაკავშირებით. მაგრამ სანამ უშუალოდ საუბარს დავიწყებ ხელფასებზე, ყველასთან მაქვს თხოვნა, ზუსტად 2 წუთი ჭირდება. დააპაუზეთ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ და დაალაიქეთ, რათა ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა. რა თქმა უნდა, მე ეს ვიდეოები იმიტომ დავიწყე, რომ იცოდეს ხალხმა და რეალობასთან შეიძლება გქონდეს საქმე. მე გეტყვით ყველაფერს იმას, რაც მე ვიცი, გესაუბრებით ხოლოს იმას, რაც მე გადამხდა და რაც ჩემს ირგვლივ ხდება. თუ ვინმე ჩემზე უკეთ იცით და მიაწვდენთ ხალხს ხმას, მე გამიხარდება, ჩემთან ნუ დაიწყებთ გარჩევას, მიაწოდეთ იმ ადამიანებს ინფორმაცია, რათა მეტად მზად ჩამოვიდნენ ირლანდიაში. მოკლედ ხელფასებს რაც შეეხება ირლანდიაში მინიმალური ზღვარი საერთოდ იწყება 14 და რაღაც ცენტი. ნუ კარგი, მოდი ვთქვათ 14 евро, ხო? მე რასთან მივდივარ და რას ვსაუბრობ, ბოლოს თქვენ მივხვდებით. იწყება 14 ევროდან და ადი შეიძლება ახვიდეთ 30 ან მეტი. ეგ მე არ ვიცი, ეგ არის თქვენზე საბუთებზე, რა დონეზე იცით ენა, რა დონეზე იცით ხელობა, რა ხელობა იცით, ასე შემდეგ, ხო? იწყება 14 евро, 14 евро არის ძირითადად ქარხნები, არის მაღაზიები და ასევე საწყობები. სადაც შეგიძლიათ გამოიმუშაოთ 14 евро საათში. ვთქვათ ესე, ხო? 14 евро საათში. შემდეგ მოდის შენებლობა. შენებლობაზე რაც შეეხება, მე წინადაც ვისაუბრე და ვთქვი, რომ შენებლობაზე საჭიროა კარგ კომპანიაში და კარგი ხელფასით რო მოხვდეთ, იცოდეთ ენა, იცოდეთ ხელობა და გქონდეთ საბუთები, რასაც ირლანდია ითხოვს. ეს არის სამუშაო უფლება, ეს არის Safest მანუალი, როგორც გავლილი გაქვთ კურსი მშენებლობაზე მუშაობის. ხო, არის დამხმარე, ანუ თავარი ხელოსნის დამხმარე და მეორე არის თავარი ხელოსანი. თუ მიდიხარ თავარი ხელოსნის დამხმარედ, მაშინ გაქვს 18, 17 გააჩნია, 19, 20, 21 აღნიშნე საბუთს გააჩნია, რა საბუთი გაქვს და ენას გააჩნია, როგორ იცით და თუ მიდიხართ თქვენ ხელოსნად და ის საბუთები გაქვთ ყველაფერი, რაც მე ვისაუბრე, მაშინ უკვე არის კომპანიაზე დამოკიდებული. შეიძლება 22-დან ზემოთ, არ ვიცი, სადამდე, როცა მთავარ ხელოსნად მიდიხართ, ეგ უკვე არის კომპანიაზე დამოკიდებული. შეიძლება 28-ს გადაგიხადოთ და შეიძლება 30-ს. ხო, ეგ მე არ ვიცი და ეგ არის უკვე თქვენს გამოცდილებაზე და კომპანიაზე დამოკიდებული, სად მოხდებით. არსაბუთის ქონის შემთხვევაში, თუ ხელობა იცი და ენა იცი, სამსახური მაინც მოიძებნება. გაგიჭირდებათ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მოიძებნება. რაღაცას გამონახავთ. ისე არ იქნება, რომ, რა ვიცი, ხა როცა ენა იცი, კაცმა და ხელობა იცი, უმუშევარი არ დარჩები ნამდვილად. კიდევ რა ხდება? მიწაზე მუშაობა და მშენებლობა ერთმანეთს უთანაბრდება ხელფასის დონით. ყველაზე კარგი ხელფასი არის მშენებლობაზე და მიწაზე მუშაობას ვიზახი, აი გზებსო, სადაც გზები გაყავთ, კანალს აკეთებენ, სანიაღვრე სისტემებს აგვარებენ, მანჰოლებს, ანუ კანალიზაციების მილებს აკეთებენ და ესე შემდეგ გიწევთ ქუჩაში მუშაობა, ხართ 10 საათიდან 12 საათამდე ქუჩაში. აქ უკვე ნორმალური ანაზღაურება და კარგი ანაზღაურებაც გაქვთ და რაღაცა უკვე წინ ხართ, ესე გამოდის. რაც შეეხება უსაბუთოს, თუ საერთოდ საბუთი არ აქვს და ისე გინდა იმუშაო, ეს უკვე როგორ არის, იცი, აი ძალიან პრობლემატური ხდება აქ. ერთადერთი საშუალება გაქვთ, იპოვოთ, თუ სადმე იპოვით და ესეც მოიძებნება, რა თქმა უნდა, ადამიანი თუ მონდომებულია და ხელზე აიღოთ დღეში დაახლოებით რო ვთქვა 120 ევროდან გააჩნია საწახვალ და რახელობაზე 170 ევრომდე. ეს თანხები კარგად ისმის, ხო? აქ ბოლოს მივა მე ამ თანხებს რა მოყვება და რა ხდება და როგორ ხდება. კი ბატონო, ეს რაც შეეხება უსაბუთო ადამიანს. შემდეგ არის დელივერები. ანუ მიტანის სერვიზები, Amazon-ია, DHL-ია, საჭმლის მიტანა და ასე შემდეგ. დელივერზე დღესდღეობით, ეხა Amazon-ზე მე ვიმუშავე და ვიცი, რომ
145 ევრო სიხდიდნენ დღეში, ესე იყო, მაგრამ უყურეთ რა ხდება, რაც არ უნდა მაგარი იყო, კარგი იყო, გამუშავებდნენ 8 დღეს, სიტყვაზე ვიძახი, აი 7 დღე, 8 დღე, 10, 11 დღე გადაბმულად იმუშავეთ, ხო? ერთი აი ამ ხელად შეპე და ჩათვალეთ დღეებს გაკლებენ. ანუ არ გამუშავებენ. დაგიძახებენ 2 დღე, დაგიძახებენ 3 დღე და ესე წვალობდა ამ დღეში ხარ ადამიანი. საჭმლის მიტანის delivery just-ity, Deliveroo, აქ ესეთია, Uber-ი და ესეთი რაღაცეები, ადრე კარგი იყო, მეგობრებო, ნორმალურ ფულს შოულობდი მარტო ამაზე რომ გემუშავა ადამიანს, მაგრამ დღესდღეობით რეალობა რაც არის, მეც სამსახურის გარეშე ვარ და მხოლოდ Deliveroo-ზე ვმუშაობ ახლა ამ მომენტში. არის მინიმალური ყველაზე რომ აი საჭმელი ჭამო ადამიანმა და მშიერი არ იყო. მაგ Delivery-ს იმედად დღეს კაცი ვერ იქნება თუ რამოდენიმე ხნის წინ მხოლოდ მაგის იმედადაც შეგეძლო ადამიანს ყოფილიყავ. ეხლა ვთქვათ მოკლედ რა, უყურეთ, სიტყვაზე კვირაში გამოგდის, ეხლა ჩვენ ვიცი დავждები დავიანგარიშეთ 14 იქ, 22 იქ, აუ მაგარი ხელფასი გამომივა, ეს რა არის და მაგარია. მეორეა, მე წინა თემებს შევევხე საცხოვრებელი, როცა არა გავდა რამ ხელა პრობლემას შეიძლება გადააწყდეთ, რა ხარჯები გჭირდებათ. დიდი ალბათობით ახალჩამოსულს არ მგონია მე თქვენ რომ საცხოვრებელი ღმერთმანქნას რომ ყველას მოგცენ, მაგრამ დაგაკმაყოფილონ, თუ დაგაკმაყოფილენ გითხარით რომ მალევე აგვარებენ თქვენ საქმეს და უარის შემთხვევაში რჩებით ქუჩაში. ამ ხელფასით ეხა რაც თქვი მე და რასაც გადავიანგარიშებ და მგონია რომ აუ მაგარი კი კარგი ხელფასია, მადლობა უფალს, იმიტომ რომ მეც აქ არ ღირს კაც ამას არავის არ ვეტყვი. ეგ არის თქვენი გადასაწყვეტი და თქვენზეა დამოკიდებული თქვენ როგორ და რამდენად რანაირად გიღირთ. რა თქმა უნდა, ეხლა ვინც აქ ვართ, აბა თუ არ გვიღირს, ისე ხო არ გავჩერდებით რა. ამიტომ უყურეთ, დავიანგარიშოთ სიტყვაზე კვირაში გამოგივიდა 700-750 ევრო, ხო? თვეში აიღე, ამდენ თქვათ, გრუბად 2500-დან 3000 ევრო. ბინას იხდი. როგორც გითხარით და ფასებიც გითხარით დაახლოებით 500-დან 1300-მდე უნდა იანგარიშოთ, გააჩნიათ როგორ მოდიხართ, მარტო მოდიხართ თუ რა თქმა უნდა ოჯახით. კომუნალურებს იხდით. სახლში გასაგზავნი გვაქვს, რა თქმა უნდა. ავტომობილი თუ ყავთ, ავტომობილის გადასახადებს იხდით. აქ თავი ხომ უნდა ერჩინოთ, სხვა ვინ გარჩენთ. და აქაც ფული გჭირდება. თქვენ თვითონ იანგარიშეთ, აბა ბოლოს რა გრჩება. რა გრჩება და ის გრჩება სახლში გზავნი, თუ პრობლემის ქვეშ ხარ და თუ რამე გინდა მოაგვარო, ამ ხელფასით რაც დღეს ირლანდიაშია და რაც რეალობაა, სახლში გაგზავნი ვალს, თუ რა ვიცი, არა აქვს მნიშვნელობა, ვერ გაგზავნი იმდენს ერთი ადამიანი, რომ იფიქრო, რომ მე აქ ამდენს გავგზავნი, იმდენს დავიტოვებ, ეგრე არ ხდება. ის ყველაფერი გადაიანგარიშეთ სახელი რაც გაქვს, პლუს იქ ოჯახში გასაგზავნი რაც გაქვს და კიდე მას პლუს აქ შერი ხო არ იქნებით, საჭმელი ხო გინდა, ჩასაცმელი ხო გინდა, აქ ყველაფერი ძვირიღებს. აქ იაფად არ ვიცი. იაფად რას ნახავთ, არ ვიცი. ნუ 60 შეიძლება რაღაცეები ნახოთ იაფად, იმიტომ რომ მაინც ადამიანი აქ სულ მუშაობს, სულ გასულია, სულ სამსახურშია და რაღაც ისეც არ გავეკარებით, რომ დაგვაზარალოს. კი ბატონო. შემდეგ, რაც ყველაზე მთავარია. ადამიანი, როდესაც მუშაობს და დასაქმებულია, რა ხელფასაც იღებს, თავიდან ცოტა მიაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ სახელმწიფოს 20%-მდე მიაქვს. ის იმ ხელფასიდან რაც თქვენ გააქვთ, ხო? მაგრამ აღმოჩნდება ის, რომ ჩვენ რასაც ველოდით რეალურად და სახში რომ ვიჯექით და ვიანგარიშეთ, ის რეალობა აქ თქვენ არ დაგხვდებათ, მეგობრებო. ესეც უნდა გავითვალისწინოთ. დავამატებ კიდევ იმას, რომ მე არ ვიძახი, არ ღირს, აქ არ უნდა ჩამოხვიდე, ვიმეორებ, რომ არ მიღირდეს, მე აქ არ ვიქნები. მაგრამ უბრალოდ იმას გეუბნებით, რომ ის არ იფიქროთ, რომ თქვენ ამ ხელფასით ერთი ადამიანი ერთ წელში დალაგებულ მიზნებს აისრულებთ, ღმერთმა ყველას აგასრულებინოთ და დაგაბრუნოთ თქვენ ქვეყანაში. მაგრამ ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ გადაანგარიშება და აი აქედან აქამდე თვეში ამდენს ავიღებ, ეგრე არ ხდება. დამიჯერეთ. რასაც აიღებთ ხელფას,
ხარჯი გაქვთ დიდი, გასაგზავნი გაქვთ, აქ უნდა იცხოვროთ და აქაც თავი უნდა ირჩინოთ. თქვენ წარმოიდგინეთ. ეს რა რეალობა, რაც არის. ხელფასი თუ მოხდი ისე რომ კაი კომპანიაში და მაგარ კომპანიაში და მაგარი ხელფასი გაქვს, აქ რა არის ამ ქვეყანაში თავარი? თუ არ გაჩერდე და იმუშაო. რაც ცოტა რთულია, ცოტა ძნელია, იმიტომ რომ როცა განმეორდები ხელობა არ იცი, ენა არ იცი, საბუთები მწყობში არ გაქვს, ცოტა ჭირს სტაბილურობა და არასტაბილურობას იმიტომ ვარქმით ჩვენ ამ ყველაფერს, თორე მე ისეთი ადამიანებიც ვიცი, ჩამოსული რო არიან და 1 წელი, 2 წელი, 3 წელია ერთ კომპანიაში მუშაობენ, იმიტომ რომ ხელობაც მაგრა იცოდნენ, ენაც მაგრა იცოდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის ყველაფერი თქვენთვის. თუ გადაემზადებით ენაში, თუ წამოხვალთ ამ ყველაფრისთვის მზად. აი ეხლა რასაც მივყვები და ჯერ სად არის კიდე ბევრ რამეს გეტყვით და გაგაცნობთ, ამ ყველაფრისთვის მზად როცა წამოხვალ, მაშინ კიდევ უფრო გაგიადვილდება ამ დიდ პრობლემებს შეხვდე, რაც ირლანდიაში ამ მომენტში კი არა ზოგადად არსებობს. ყველას გაუმარჯოს, ვინც რეალურად ადამიანს ეხმარება და ვისაც შეუძლია დახმარების ხელი გაუწოვოს. მაგრამ რასაც აიღებთ, იქიდან ხარჯიც დიდი გაქვს და ასე რომ ის უბრალოდ მე მინდა ყველა მის რეალობა იცოდეთ, რაც არის. ხელფასებზე ზოგადად ვილაპარაკე და მოკლედ ვილაპარაკე, იმიტომ რომ დაახლოებით მონახაზი მინდა იცოდეთ, რა ხდება და რა არ ხდება, როგორ ხდება. თუ რაიმე გაინტერესებთ, შეგიძლიათ რაც მე ვიცი ვიმეორებ, იმას ყოველთვის გეტყვით და ჩაგაყენებთ საქმის ყურში და ამიტომ თუ გაქვთ რამის ინტერესი, მომწერეთ. ხალხს, როდესაც ვნახავ, უმეტესობას რაიმე თემა აინტერესებს, იმ თემას გავივლი. დანარჩენი ყველასთან მაგ კიდევ ერთი თხოვნა, მეგობრებო. არავის ჩამოყვანა არ შემიძლია ალალად გეუბნებით, არც გზა ვიცი, მეც თქვენსავით ვიწვალე და გამართლებით ვარ, სადაც ვარ იქ, ხო? ყველა ესე ვწვალობ. არ ვიცი, მართლა არ ვიცი, მე რო ეგ ვიცოდე, დამერწმუნეთ, რომ ყველას დავეხმარებოდი, იმიტომ რომ ჩემი ჯიბიდან აქ არავის არ მოაქვს არაფერი, ჩემი შრომით ფასდება ყველაფერი და ასე რომ ყველას ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მე კიდევ მოგაწვდით ინფორმაციებს ირლანდიასთან დაკავშირებით, დადებით მხარეებსაც და ნელ-ნელა ვიწყებთ, გაჩვენებთ იმას, თუ როგორ ცხოვრობენ აქ ქართველები, რა არის აქ ქართველებისთვის. ასევე გაჩვენებთ ირლანდიურ ცხოვრებასაც, რა არის და როგორ არის ახლა. გაინტერესებდეთ იქნება ეგ, იმიტომ თავარია აქ რა ხდება, რა მოცემულობა და რა ვითარება. ყველას გთხოვთ, კიდევ ერთხელ გამოიწეროთ ჩემი გვერდი, დაალაიქოთ და გადააზიაროთ, რათა ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა. დანარჩენი მე რაც შემეძლება, ყველაფერს მოგაწვდით ინფორმაციის სახით. წარმატებებს გისურვებთ, ბედნიერ დღეებს გისურვებთ, ემიგრანტების გამძლეობას გისურვებთ და მალე თქვენს ქვეყანაში დაბრუნებას.